ჰორმუზის სრუტე და აშშ-ს უახლესი კომენტარები. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შეერთებული შტატები დახტება ამ სრუტის მცველი. რაც საკმაოდ რთულია, რადგან ირანი თვლის, რომ ის აკონტროლებს მას. აქ რა შეიძლება ცუდად წავიდეს? ყველაფერი. საბოლოოდ პრეზიდენტ ტრამპს ეს განცხადება უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს იძლევა, როდესაც ამბობს, რომ ისინი საფასურს დააკისრებენ. ეს როგორც იცით, წინააღმდეგობაში მოდის ირანის გეგმების კრიტიკასთან, რომელიც საფასურის დაწესებას ეხება. ეხლა ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტ ტრამპის ჩვიანური მცდელობა, რომ გაასულელოს მთელი საფასურის დაწესების მთელი იდეა, როდესაც ამას ამბობს. თუ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია დააწესოს საფასური, მაშინ ირანსაც არ აქვს უფლება დააწესოს საფასური. და ეს ნიშნავს, რომ არავის შეუძლია დააწესოს საფასური, მაგრამ ეს ტრამპს მეტისმეტად დიდ დამსახურებას მიაწერს. შეიძლება ამ შემთხვევაში ესე არ არის, მაგრამ საბოლოოდ, ხო იცი, იყო მცდელობა, რომ გემები უსაფრთხოდ გამოეცილებინათ ჰორმუზის სრუტიდან. ჩვენ საუბრობთ ათასობით მეზღვაურზე, რომლებიც იქ თვეების განმავლობაში ჩარჩნენ და ეს ოპერაცია ძალიან სწრაფად გვერდზე გადაიწია ირანის მუქარის გამო. მაგრამ ეხლა ვხედავთ, რომ მხარეებს შორის ეს ესკალაცია ნელ-ნელა იზრდება და შესაძლოა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ღირს ირანზე ზეწოლა ჰორმუზის სრუტის საკითხზე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყველას შევახსენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანელები ცდილობენ ყურადღება ჰორმუზის სრუტეზე გადაიტანონ, თავარი საფრთხე ბირთვული საკითხია. და შესაძლოა მათი მიზანია ყურადღების გადატანა მათი ბირთვული პროგრამიდან, რომელსაც სატელიტური სურათების მიხედვით ისინი ცდილობენ აღადგინონ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, თითქოს მათი ყველა ობიექტი განადგურებული იყო. ეს რომ შეიძლება ისინი ცდილობენ აღადგინონ ზოგიერთი ობიექტი, მაგრამ მთელი ყურადღება ჰორმუზის სრუტეზეა გადატანილი და ბირთვულ საკითხზე ყურადღება აღარ არის. ცხადია, ჰორმუზის სრუტეზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული, რადგან მას აქვს გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე და უშუალო ეფექტი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე. მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ მთავარი საკითხი, მთავარი საფრთხე, რომელიც არამხოლოდ გლობალურ ეკონომიკას, არამედ რეგიონულ ქვეყნებს, მათ შორის ისრაელსაც ემუქრება და ეს არის ბირთვული საკითხი. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ყველა უსაფრთხოების ორგანოს ყურადღება არ გადაიტანება და ირანის დაკრულზე არ იცეკვებს. ახლა აღმოსავლეთის უფროსი კორესპონდენტი არიელ ოსერანი რეგიონის ყველა უახლეს მოვლენას ყურადღებით ადევნებს თვალს. ვაფასებთ თქვენს ანალიზს და განახლებებს. მადლობა არიელ. და ეხლა სწორედ ამაზე საუბრისას, ყველა ეს უსაფრთხოების მოვლენა რეგიონში, სასიამოვნოა მივესალმო პენსიაზე გასულ გენერალ-მაიორ ამოს იადლინს, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც ახლა კარმელ იოსეფიდან გვერდდება აქ ისრაელში. გენერალ-მაიორო, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ძალიან ვაფასებთ, რომ ჩვენთან ხართ. ისრაელი აშკარად ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და ამ ეტაპზე გვერდიდან ადევნებს თვალს, რადგან აშშ-ში ახორციელებს დარტყმებს ირანულ სამიზნეებზე, ხოლო ირანის რეჟიმი რაკეტებსა და დრონებს უშვებს რამდენიმე სპარსეთის ყურის ქვეყანაზე. მაგრამ ირანის რევოლუციური გვარდია ამ ეტაპზე თავს არ იდეც ისრაელთან დაპირისპირებას. როგორ შეაფასებდით ირანის სტრატეგიას ამ მომენტში? ვფიქრობ, უნდა დავბრუნდეთ ივნისის შეთანხმებაზე. მემორანდუმი ძალიან პრობლემურია, როგორც ამერიკის, ასევე ისრაელის თვალსაზრისით. და ირანელები სარგებლობენ ბუნდოვანი ფორმუანი ფორმულირებით, რომელმაც ფაქტობრივად მათ ჰორმუზთან დაკავშირებით გარკვეული უფლებამოსილება მისცა და ლიბანთან კავშირზე. და მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი შეზღუდულია. მას არ უნდა ომში დაბრუნება და ისინი ზრდიან რისკს. ისინი ცდილობენ დაამყარონ რეჟიმი ჰორმუზში, რომელიც მათ მისცემს დიდ ბერკეტს მომავალ მოლაპარაკებებში, მომავალ შეთანხმებაში და ძალთა ბალანსში ახლო აღმოსავლეთში. ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმას, როგორც შეთანხმებას ვაშინგტონში ესმით. და პრეზიდენტი არ არის მზად მიიღოს ის, რასაც ირანელები აკეთებენ. და კითხვა ისა, არის ეს ვიქარება, როცა არც შეთანხმება და არც ომი, თუ ორივე მხრიდან გარკვეული შეზღუდული თავდასხმებია, თუ სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება.
ფიქრობ, ბოლო თვეებში სრულ მასშტაბიან ომში დაბრუნების შანსი ძალიან დაბალი იყო. სამწუხაროდ, ბოლო 3 დღის განმავლობაში ეს შანსი გაიზარდა. იმიტომ რომ ირანში გადაწყვეტილებების მიმღები პირები ეხლა გრძნობენ, რომ ქარი ზურგში უბერავთ და შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის ნაბიჯები და პირობები ქავად განსაზღვრო. ასე რომ ჯერ პრეზიდენტი ვნახეთ. მისცა ცენტრალური სარდლობის ძალებს თავისუფლება საპასუხო დარტყმისთვის. და დღეს, შუადღეს, ის ირანის პორტზე ალყის აღდგენას აპირებს. ასე რომ ეს ფაქტობრივად გვაბრუნებს ლუზანის მემორანდუმამდე არსებულ მდგომარეობაში. ეს ნამდვილად საინტერესოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რაც შეეხება რეჟიმს, ირანის რევოლუციური გვარდია აკონტროლებს ამ სრუტეს. და როგორც ადრე საუბრობდით გადაცემაში, ირანმა სტრატეგიულად ძალიან კარგად შეძლო ყურადღების გადატანა ბირთვული საკითხიდან ჰორმუზის სრუტეზე. მაგრამ მინდა ვიცოდეთ თქვენი აზრი იმაზე, რომ ამ ომის დასაწყისში ისრაელი და აშშ სრულიად ერთ აზრზე იყვნენ. თებერვლის ბოლოს იმ უპრეცედენტო ერთობლივი ოპერაციით ომის დასაწყისში უმაღლესი ლიდერისა და 40 მეთაურის ლიკვიდაციით. ეხლა, სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, იერუსალიმი თითქოს მოვლენების მიღმაა. ყოველ შემთხვევაში ზედაპირზე ასე ჩანს. თქვენ ამბობთ, რომ ომი შეიძლება განახლდეს. ხედავთ, რომ ისრაელი ამას კვლავ დაეთანხმება, თუ ეს სამხედრო ოპერაციები ისევ გაგრძელდება? ვფიქრობ, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა ომი საკუთარი ინიციატივით ერთპიროვნულად განაახლოს. მაგრამ ისრაელი რა თქმა უნდა ომში ჩაერთვება, თუ ამ ორიდან რომელიმე მოვლენა მოხდება. ისრაელს ირანი შეუტევს ისე როგორც ბაჰრეინს, ქუვეითს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შეუტიეს ბოლო 3 დღის განმავლობაში. ან პრეზიდენტი გადაწყვეტს ომში დაბრუნებას და მაშინ ისრაელი ისევ ამერიკელებთან ერთად მხარ იბრძოლებს. მე ფიქრობ, რომ ისრაელს მხოლოდ ერთი წითელი ხაზი აქვს, რომელიც აიძულებს ისრაელს ომში ერთპიროვნულად საკუთარი ინიციატივით შევიდეს. და ეს იმ შემთხვევაშია, თუ ისრაელი დაზვერვის მეშვეობით გაიგებს, რომ ირანი ბირთვული ბომბის შექმნას ან მის გადატანას ცდილობს, ეს არის წითელი ხაზი, რომელიც უდავოდ ისევ ომში ჩაითრევს ისრაელს. მე არ ვფიქრობ, რომ ირანელები ამას მომდევნო თვეებში გააკეთებენ. ისინი ამას თითქმის ეხლა ისე უყურებენ, როგორც ყურადღების გადატანის საშუალებას კი არა, ისინი გრძნობენ, რომ ეს მათი ატომური ბომბია. ეს არის ყველაზე დიდი ბერკეტი, რაც მათ ომის შედეგად მიიღეს და ისინი მას ასე მარტივად არ დათმობენ. კიდევ ერთხელ, როგორც ადრე ვთქვით, სტრატეგია, რომელსაც ისინი იყენებენ ამ ეტაპზე აშკარად მუშაობს, მაგრამ კიდევ ერთხელ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაძლოა სატელეფონო ზარიც იყოს, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გენერალ-მაიორო, დარჩით ჩვენთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომელზეც მინდა თქვენი აზრი მოვისმინო, როცა გადავდივართ ბოლო ცნობებზე თამამი გეგმის შესახებ მაჰმუდ აჰმადინეჯადისთვის თეირანში. და სავარაუდო მცდელობები რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ ყოფილი მკაცრი ლიდერი ვაშინგტონისა და იერუსალიმისთვის ადენტურულ წყაროდ ექციათ. და შესაძლოა, რომ ის დანეხილად როგორც პოტენციური ლიდერი ირანში რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში. ეხლა გავრცელებული ინფორმაციით ეს ნაბიჯები დასრულდა დრამატული მცდელობით, რომ თეირანიდან, სადაც ის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა, გადაეყვანათ ისრაელის უსაფრთხო სახლში ომის პირველ დღეებში. მაგრამ გეგმა ჩაიშალა. New York Times-ი უწყება, რომ ამ მცდელობებში შედიოდა შეხვედრა მოსადის ხელმძღვანელ დავით ბარნეასთან, რომელიც გაიმართა აკადემიური კონფერენციის პარალელურად უმბრეთში 2 წელზე მეტი ხნის წინ. ჩვენთან ერთად რჩება თადარიგის გენერალ-მაიორი ამოს იადლინი, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი. გენერალ-მაიორო, ეს ამბავი გავს თრილერის ჟანრის ფილმს, მოულოდნელი სიუჟეტური შემოbrunებებით. რას ფიქრობთ ამ მტკიცებებზე, რომ მოსადი წლების განმავლობაში ცდილობდა ყოფილ ხისტი კურსის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადთან დაახლოებას?
და როგორ ფიქრობთ, რა სახის დაზვერვითი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ისრაელის გასანადგურებლად, შესაძლო აქტივად აქციო? რას ფიქრობთ? ფიქრობ, მთელი ეს იდეა რეჟიმის შეცვლის შესახებ საკმაოდ სუსტი იყო. მე მხოლოდ შეიძლება ორ გზას ვიცნობ რეჟიმის შესაცვლელად. ერთი გზა ჯარის შეყვანა და ბოლომდე მისვლა იმ დედაქალაქში, სადაც გინდა რეჟიმის შეცვლა, როგორც ბერლინში 1945 წელს, ან ბაღდადში 2003 წელს. ეს არ იყო გეგმა ირანთან ბოლო ომში. ზოგი ფიქრობდა, რომ ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია შექმნიდა შესაბამის პირობებს. ზოგი ფიქრობდა, რომ ქურთები იქნებოდნენ ადგილზე მებრძოლები და როგორც New York Times-ი გვეუბნება და არ ვიცი რამდენად სანდოა ეს ამბავი, ისინი ასევე ამზადებენ ალტერნატივას. და თუ გახსოვთ, პრეზიდენტმა ტრამპმა ომის დასაწყისში თქვა, რომ ირანში სხვადასხვა ლიდერები არიან და რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა. მართალია. ასე რომ, ჩემი გამოცდილებით, როგორც დაზვერვის უფროსი მრავალი წლის წინ, მე ძალიან ვენდობი სიგინთ ცხაროებს, ზოგ ტექნიკურ ცხაროებს, საჰაერო დაზვერვას და ჩემს ნდობას აგენტურულ დაზვერვაზე. მაგალითად, ოპერაცია თუ ის მუშაობს, ლეგიტიმური ოპერაციაა, რაც შეეხება ამადინეჟადს, ისინი გაცილებით ნაკლებად სანდოა, ვიდრე დაზვერვის სხვა მიმართულებები. და დაზვერვა არის ოპერაციის სტრატეგიის საფუძველი. ამიტომ ამას ვერ შეადარეთ ლიბანში პეიჯერის ოპერაციას, რომელიც ტექნიკურ, კიბერულ და მართვა-კონტროლის ელემენტებზე დაფუძნებული ინოვაციური იდეა იყო. ამ შემთხვევაში ფიქრობ, თუ New York Times-ის სტატია სწორია, ეს იდეა ბევრად უფრო მეტად უნდა შემოწმებული იყო კრიტიკული შემოწმებელი ჯგუფებით და იმის შესაძლებლობა, რომ ეს იდეა რეალობად ქცეულიყო. დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის, ვაფასებთ თქვენს შეხედულებებს. გადამდგარი გენერალ-მაიორი ამოსი ადლინი, დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან გადაცემაში. სიამოვნება იყო. მადლობა, ბენიტა.